აი როგორ ფიქრობთ მაგალითად იმიგრანტებს რა პოტენციალი აქვთ რომ როგორ შეიძლება უკეთ დაორგანიზდნენ ხო იმიტომ რომ ემიგრაციაში უფრო ესეთი პროდემოკრატიული ხალხი ყავს ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და არჩევნებმაც დაადასტურა ეს რომ ცვლილებები აშკარად უნდათ და თქვენს ახსენეთ რომ აი კრიტიკის მომენტი მქონდა რაღაც მომენტში მგონია რომ ხო ეს კრიტიკის მომენტს რო გადალახავ ანუ excessive ძალიან დიდ მასშტაბურ კრიტიკის მომენტს რო გადალახავ მე გინდა რომ შენი აგურით დადო და ეს აგურების დადების მომენტი და თვითორგანიზება ემიგრაციაში თქვათ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ იცით რა არის რამდენიმე ჯგუფი რომელიც კარგად თაობებია მე მგონი ქარები აი არჩევნების დროს იყვნენ ჩართული მაგრამ მაინც გვაკლია რაღაცნაირად ესე აქაც გვაკლია და ნუ ემიგრაციაშიც გვაკლია რატომღაც ქართველები ვართ ძალიან ინდივიდუალისტები გვიჭირს გუნდური მუშაობა როცა შენ ერთ მიზანზე ანუ შენი თავი უნდა გადაწიო უკან და უბრალოდ მიზანზე უნდა იმუშაო და შენ არ უნდა იყო რაღაცა წინ წამყვანი ეს ძალიან კარგია როდესაც რაღაცა სტარტაპებს ქმნი კრეატიულ რაღაცეებში გჭირდება ანუ კრეატიულობისთვის გადასარევია просто სისტემის აშენება გჭირდება ან პირიქით აშენებულ სისტემასთან რომელიც ძალიან ისეთი მძიმე და ბოროტი სისტემა ამასთან დაპირისპირება გჭირდება მაშინ ეს უნარები მაინც და მაინც ის არ არის გამოსადეგი ანუ გუნდური მუშაობის უნარი უფრო გჭირდება მაგალითად ისე კარგად ქონდათ დალაგებული უკრაინელებს რომლებიც ასევე რომლისთვისაც პირდაპირ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო რუსეთის დეზინფორმაცია მათ ქვეყანაში კი არა სხვა ქვეყნებში იმიტომ რომ ჩვენ ცოტა გვიჭირს ხოლმე იმის გააზრება რომ ელჩი კი არ არის გადამწყვეტი დაფინანსებაში გადამწყვეტია მოსახლეობის აზრი. იმიტომ რომ მოსახლეობის აზრის ყველა პოლიტიკოსი თავის მოსახლეობასთან თამაშობს, ხო? ანუ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გადაწყვეტს ისეთ რაღაცას, რომლის წინააღმდეგია, ანუ საგარეო ფრონტზე, იმიტომ რომ მაშინათვე მეორჯერ აღარ აირჩევენ, ხო? მაშინათვე დაუვარდება რეიტინგი. ამიტომ მოსახლეობაზე ზუსტად ესე მუშაობდა და დღემდე მუშაობს რუსული დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკულ მოსახლეობაზე, გერმანულ მოსახლეობაზე და ამას უკრაინელები დაუპირისპირდნენ იმით, რომ ძალიან კარგად დააწყვეს სისტემა, რომელშიც მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ ჩართული, იმიტომ რომ მარტივი იყო, ანუ რაღაცა ჯგუფში წევრიანდებოდი ტელეგრამის ჯგუფში და იქ იდებოდა რომ ეხლა ეს გააზიარეთ, ეხლა ეს დაპოსტეთ, ეხლა ეს და ეს აწყობა იყო ძალიან მარტივი და ჩვენ რაღაცნაირად ვერ მივედით ამ აი რამდენჯერაც დავიწყე მეც რომ მინდა რომ თქვა რაღაც გავავრცელო რაღაც აი ამას თვითონ არ მიყო ჩვენ არ უზნობთ თავს ჯარისკაცებად რაღაცა საქმეა გასაკეთებელი და ეხლა ბრმად გააკეთე და იმიტომ რომ ასე ჭირდება სისტემას და მეორე მხარეს ხო ზუსტად ეს არის ანუ მეორე მხარეს ეს ტოტალიტარული სისტემები ხო იმით გიპირისპირდება რომ მაგას მთელი ენერგია ეხლა შიშის გამოა თუ ფულის გამოა მაგას ხო არა აქვს მნიშვნელობა მთელი ენერგია აქვს გაერთიანებული და მიმართულად გირტყამ სადაც უნდა